თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის სტუმარია ბატონი გუბა სანიკიძე და ჩვენ საუბრობთ ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე და საუბარი დაიწყეთ ტელეკომპანია მაესტროში განვითარებული მოვლენებით. სანამ რეკლამას გამოვაცხადებდით, ჩვენ თქვით, რომ უნდა ვისაუბროთ თუ რა ხდება საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს გულისხმობთ და საუბარი ამ შემთხვევაში მედიასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ბატონ გუბას, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლო არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის თუნდაც ან წინა არჩევნები და რა ურთიერთობა არის კონკრეტულად თუნდაც ფორუმსა და მედია ორგანიზაციებს შორის, სადაც გიწევთ წინასაარჩევნო მოსახლეობის ინფორმირება. დისბალანსი არის, გააჩნია რომელ მედია საშუალებაზეა საუბარი, ძალიან დიდი დისბალანსი არის, სადაც დავიწყოთ ნაციონალური მოწყობილობით. აბსოლუტურად 0 ფორუმს აქვს 0. საერთოდ არანაირი არც ინფორმაცია გადის, არაფერი არ გადის ჩვენ შესახებ, ახლა ჩვენ ამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, გაცემულია ბრძანება, რომ იგნორირება ერთ-ერთი სერიოზული იარაღია ამათ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ხო? ხო ფორუმს ბევრი ჭორები გაუცელეს, რა არ აქნეს, საიდან მოუარეს, რამდენჯერ აგვაფეთქე შიგნიდან, თქვა, დაიშალა ფორუმი, იშლება, ახლა შარტავამ და გუბა სანიკიძე დახოცეს ერთმანეთი რაღაცა ქეთური, ნუ ახლა ეს ასე არ არის, არ მოხდა. ერთი 8-ჯერაა ფორუმი დაშლილი, ახლა მათი ინფორმაციებით, ხო? ბოლოს ამ დროს რა ხდება, ახლა როგორ უნდა დაუპირისპირდე პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც ვერაფერს ვერ უძებნე, ახლა ვერც ნოდარ ჯავახიშვილს მოუძებნეს, ვერც რეზუშავიშვილს მოუძებნეს, ვერც მე, ვერც კახას ვერაფერი, ხო? იგნორე. არ გამოაჩინოთ. დიახ. ამიტომ სამივე არხი არის ფაქტურად ჩაკეტილი ჩვენთვის, ხო? ძალიან ისეთი გამონაკლისი შეიძლება დავარქვათ და კანონზომიერებასთან ამას არანაირი საერთო არ აქვს. ჩაკეტილია აბსოლუტურად ფორუმი. ნაციონალურ არხებზე, ახლა სხვა სურათი გვაქვს მაესტროზე და კავკასიაზე. თუმცა სანამ მაესტროსა და კავკასიაში ავიხებით, მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებელიც მართალია ნაციონალურ მაუწყებლებში ასეც იცვლება, თუმცა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. იშვიათობა იქ. ძალიან იშვიათობა. აი შეიძლება ერთხელზე ჩამოვთვალოთ. და მეორე არხი, რომელიც არა, მეორე არხი იძულებულია, ხო, ნუ ახლა. თუმცა ეს ქმნის თუ არა ბრიფინგები, თუმცა ის ბრიფინგები ძალიან ხშირად ისეთი გაკრიტილია, ირაკლი ჩემი რამოდენიმე ბრიფინგი გაკრეჭილი იყო ისე კარგად, რომ ნუ არ ვიცი, ახლა თქვა 20 წუთს აკლებენ, 15 წუთს აკლებენ, თქვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არ გაუშვიათ ხოლმე. ამასაც აკეთებ. ეგეთი ვითარება გვაქვს ახლა ჩვენ პრობლემები არასდროს ჩვენი მხრიდან არ ყოფილა მედია საშუალებების მიმართებაში ახლა ჩვენ არ უწუნიაობთ, წვირს არ ვიბრძვებთ, მაგრამ ეგეთი სურათი გვაქვს რა. რეალურად ცენტრალური არხები ჩვენთვის დაკეტილია. დედაქალაქში ძირითადად მაყურებელი თუ რას ფიქრობს ფორუმი და როგორია მათი ლიდერთა პოზიცია, ვებულობს მაესტროს და კავკასიის მეშვეობით. მხოლოდ. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს და ფაქტიურად პრობლემები არასდროს არ გვქონია ჩვენ, მიწვევები გვაქვს ხშირად თრიალეთის ტელევიზიაში, ისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ მას და სათავართ რომ გაუწიოთ მათ სოლიდარობა, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაში ყავთ დღეს თრიალეთი ჩაგდებული ხელისუფლებას, აწვევიან ძალიან ამ ტელევიზიას, სხვა ტელევიზიები არ მახსენდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვა თამამად 3 ტელეკომპანია, სადაც ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. დიახ. ამ პირობებში რამდენად შესაძლებელია არჩევნების დროს კონკურენცია გაუწიოთ თუნდაც მმართველ გუნდს? ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია. რა ფორმით? მედია საშუალებების გარდა ჩვენ გვაქვს ისევე ხო ძველი და გამოცდილი მეთოდი ახლა ფორუმში ძალიან ბევრი ჩვენი წევრი და ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნულ მოძრაობაში ვართ ნამყოფი და ეროვნულ მოძრაობას არ ვლხინდა მანდამაინც მედია საშუალებებით ჩაკეტილი იყო პირადი კონტაქტები რა ეს არის პირადი კონტაქტები ძალიან ბევრჯერ ყოფილა ფორუმის მრავალრიცხოვანი აქციები. ეს ერთადერთი შედეგი იყო, რა თქმა უნდა ის, მაგრამ ეზო სიარული, კარდაკარ სიარული, ჩვენ ამას არასდროს არ ვთაგილობთ. ანუ ასე ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, სოფელ სიარული, ხო, ახლა არავინ არ ჩამითვალოს არაფრად, მაგრამ ნუ ჯერ კიდე 3-4 წლის წინ ვამბობდით ჩვენ, რომ მთავარი ამოცანა იყო რეგიონებში რახან ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება. ხა წუწუნსაც უნდა დაანებო, ხო, კაცმა თავი, ახლა, აი, არა მაქვს საშუალება, არა ეს
როცა არავე აქვს საშუალება, ხო, შემდეგ ამოძებნოს სხვა საშუალება. ეს არის უშუალო კონტაქტი მოსახლეობასთან. გასაგებია, თუმცა ჩვენ როცა ვსაუბრობთ მაესტროზე, კავკასიაზე და რამდენიმე რადიო მაუწყებელზე, ალბათ სადაც გაქვთ თქვენ თავისუფალი ეთერი შეძლების დაგვარად, იგივე სიტუაცია არ არის ალბათ რეგიონებში, თუ არ ვცდები 25 არხიც, ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად. 25 არხთან ჩვენ გვქონდა რამოდენიმე გამოსვლა ქონდა, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ამ კომპანიასთან ქონდა ჩვენ. აქედან გამომდინარე, მე რას გულისხმობ, მიუხედავად იმისა, ჩვენ მაუწყებლობა რა არეალს მოიცავს, მაინც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს ნაციონალური მაუწყებლები. შესაბამისად, ხშირად ამბობს იგივე პოლიტიკურ ჯგუფთა ნაწილი, რომ ორი საქართველო არსებობს, რეალური და ვირტუალური. რამდენად მარტივი არის იგივე თუნდაც ეგეთი შეხვედრები დროს მოსახლეობა დაარწმუნოთ იმაში, რომ ქვეყანაში ყველაფერი არ არის რიგზე, ანუ არ არის ისე, როგორც ეს ჩანს ცენტრალური არხების მეშვეობით. და თუნდაც დარწმუნება თვითონ არ იცია. უბრალოდ იმაზე უნდა ელაპარაკო, ტელევიზორში რასაც გეუბნებიან, ეს არ ტყუილი. თუ თვითონ არ იცის მოსახლეობა რა დღეშია, ლუკმაპური რო აღარა აქვს. თუმცა ჩანს რომ აი ვინმე წარმოუდგენია გლეხკაცის შიმშილობს დღეს საქართველოში. გლეხკაცის შიმშილობა ეთემურლენგის ლაშქრობის დროსაც კი არ ფიქსირდება. საქართველოში ტოტალური შიმშილობა არ ფიქსირდება ირაკლის ისტორიაში რო ავიღოთ ახლა ჩვენ, ხო? დიდი ლაშქრობების დროსაც კი, დარბევების დროსაც. შიმშილია დღეს სოფელში. თუმცა თვითონ ხო იცის ეს? ღიათ ამაზე არავინ არ საუბრობს დღეს. ღიათ არ საუბრობენ, მაგრამ ახლა როგორ არის, იცით, ყოველ სოფელში არის. ალბათ რთული არის, მე ამის თქმა მინდა, საკმაოდ რთული. დაშინებულია ისა, მაგრამ როგორ არის, იცით, სიხშირე ჭირდება, ამას ინტენსივობა ჭირდება. ერთხელ ჩახვალ და დაივიწყებ იმ სოფელს. ისიც დაგივიწყებს რა. რამოდენიმეჯერ უნდა ჩახვიდე. უნდა ელაპარაკო ამაზე, არ არის აუცილებლად თქვა პოლიტიკური პროექტებზე საუბარი რა. უნდა ელაპარაკო მის პრობლემ, მის ენაზე უნდა ელაპარაკო. ბევრი ლათინური და ბერძნული სიტყვები იქ არ უნდა გამოიყენო. იმიტომ რომ იმ სიტყვებს ვერ გებულობს და ადამიანი როცა შენ საუბარს ვერ გებულობს, ის მერე კედელს იშენებს შენთან რა და გაუგებარი ხდები მისთვის რა. ენა, სასაუბრო ენა, ამას ახლა მნიშვნელობა აქვს ეს პოლიტიკოსისთვის, რიტორიკის მეთოდიკა, ეს აუცილებელია სხვანაირად არ გამო. თბილისში რო ლაპარაკობ, თქვათ, ნაძალადევის რაიონში, იმ ენით ვერ დაელაპარაკები მაგალითად სენაკის რომელიმე სოფელში, იმიტომ რომ ამ პირიქით, ხო, იმიტომ რომ ახლა სენაკის პრობლემები, სოფლის მეურნეობის პრობლემები ნაკლებად აინტერესებთ ნაძალადევის მოსახლეობას, ისე როგორც პირიქით, ხო, ქალაქური პრობლემები სოფელში ნაკლებად აინტერესებთ. ეს უკვე არის პროფესიონალიზმის საკითხი, როგორ დაელაპარაკები თორე, ახლა ნაკლებად აინტერესებთ მაგალითად რაიონებში საგარეო ორიენტაცია, როგორი იქნება ქვეყნის. ნაკლებად აინტერესებს, მათ აინტერესებს აი მისო და ის არის კონკურენტები საგარეო პოლიტიკაზე, მათთან ხშირად საუბრობენ და არა მათ პრობლემებზე. ჩვენი კონკურენტებს საერთოდ საუბრობენ, თქვენს ადგინახავთ, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ახლა მასობრივ ერთი ეს მიშა დარბის ესაწყალე ისევ ყველა არის მასზე ჩამოკიდებული, თორე სხვა ვინ გინახავთ, ახლა მოსახლეობასთან ჩასული იყოს და პრეზიდენტ დარბის და ყველა ამის უკან არის და დაძდევენ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რაღაცები, ახლა ენერგიას ვერ წაართმევს სააკაშვილს, ხო, ეს ენერგია აქვს, ახლაც ამას აკეთებს, ხო, პრინციპში მაინც სააკაშვილის კისერზე გადადის. პრეზიდენტი ვახსენეთ, დაიწყო თუ არა უკვე ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო? რა თქმა უნდა დაიწყო. რა თქმა უნდა დაიწყო საკმაოდ აგრესიულად, საკმაოდ ინტენსიურად, ყველა მიმართულებით, საკმაოდ ინტენსიურად, საკმაოდ ორგანიზებულად, რასაც ვერ წაართმევ ნაცმოძრაობას. საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ოპოზიციურ ფრთაზე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გარკვევებში ვართ და მე ვთვლი რომ დრო არც ისე ბევრი არის, მე ვთვლი რომ დეკემბერში, იანვრის დასაწყისში ოპოზიციური ფრთა უნდა გაერკვეს რა როგორ ხდება და ძალიან ინტენსიურ მუშაობაზე უნდა გადავიდე. ნაცები ყოველთვის იგებენ არა მარტო თქვათ თავისი ბნელი მეთოდებით, თქვათ გაყალბებით, ორგანიზებითაც იგებენ რა. ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ ორგანიზებას ახლა. ჩვენ უფრო მეტი გენერალი ყავს ოპოზიციაში, ვიდრე მებრძოლი, ჩვეულებრივი ჯარისკაცი და ახლა
გენერლები, მარტო გენერლებით ომის მოგება ახლა ერთხელ დენიკინი შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა არაფერი. ოფიცერთა კორპუსები როცა ამ შემთხვევაში როდესაც საუბრობთ, რომ საკმაოდ სერიოზულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს ნაციონალური მოძრაობა, თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიციამ უნდა გაერკვეს რას აპირებს. რა არის გამოსავალი? ოპოზიციური სუბიექტები უნდა გაერკვნენ. კომბინაცია როგორ უნდა ბევრი რაღაცა შედის, კომპლექსია აქ ირაკლი, ასე მარტივადაც არ არის, ხო, საქმე ახლა ერთი ხელის მოქნევით აქ არაფერი. რა კომბინაციით მიდის, როგორ მიდის, რა თანამშრომლობის ხარისხი არის, კოორდინაციის რა დონე იქნება, რომელ სუბიექტებს შორის იქნება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგ კადრები უმნიშვნელოვანესია. თეორეტიკოსები ძალიან ბევრი ყავს საქართველოში, მე მგონი ძველ ათენში არ ყავდათ ამდენი მოაზროვნე, ბერძნებს რამდენი ჩვენ აყავს დღეს, მაგრამ საქმის გამკეთებელი ძალიან ცოტა ოპოზიციაში. საქმე ვინც იცის, ორგანიზება რასაც ქვია, მოსახლეობასთან შეხვედრა რასაც ქვია, გასვლა ხალხში რასაც ქვია. და გენერალი როგორ შეიძლება იქცეს რიგით ჯარისკაცად? ამის პრინციპში ჯერ არ ქონია. საერთოდ გენერალი ჯერ ჯარისკაცი უნდა იყოს და მე უნდა გაგენერალდეს, მაგრამ ჩვენ ფელდმარშლები არიან და მე ხანდახან მოუწევთ ჯარისკაცობა. როგორც წესი ჯარისკაცობა არავის არ უნდა ხოლმე, ხო? ამიტომ ეს პრობლემაა. ეს სერიოზული პრობლემაა და მე ვთვლი რომ სადღაც ორი თვე აქვს ოპოზიციას, მე ძალიან დაგვიანებული. მე ვეღარ დავეცე ჩვენ რეალურად პოლიტიკურმა პარტიებმა ზუსტად არ იციან რეალურად გაიმართება თუ არა შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები. არის საუბარი რომ შესაძლოა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ხო? რას გადაწყვეტს სააკაშვილი თქვათ ის მარათონს აირჩევს თუ სპრინტს აირჩევს, ეს მის სამწუხაროდ ძოლისია ახსენეთ და ეს კითხვა ძოლისია, ხო, ამიტომ ეს ერთი თვე არის აი ეს არის წლის ბოლომდე რაღაც ახლა ყველაფერი არ გაირკვევა, მაგრამ უმთავრეს საკითხები გარკვეული უნდა კონდეს ოპოზიციურ სპექტრს. აქ მარტო პარტიებსაც არ გულისხმობ, ხო, საზოგადოებასაც, ხო, თუმცა აქ ფლაგმანები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორგანიზაციები არიან. რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, ხო, ახლა გარკვეულწილად მოლოდინის რეჟიმში არის გადასული ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ ამ რეჟიმიდან უნდა გამოვიდეთ და ქმედებაზე უნდა დავიწყოთ, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. თორემ მე ისევ გავიმეორებ, რომ შეიძლება ძალიან გვიან აღმოჩნდეს და ფორა აქვს ნაცმოძრაობას, ყველაფერში ფორა აქვს. დიახ. და ახლა ამ ფორას რას უზამ ჩვენ და როგორ მოვიქცევით ახლა, ხო, ამას მნიშვნელობა აქვს. მე მაინც ვთვლი რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის კადრების საკითხი. ვინ როგორ და რანაირად, იმიტომ რომ ჩვენი საუბრის ფორას ბატონ გუბას, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ფორუმი დამოუკიდებელ ბრძოლას დაიწყებს წინა საარჩევნო თუ აპირებთ კოალიციაში ვინმე? ნახოთ, შევხედოთ, რა ვიცი, ზუსტად ეს ავთქვი. რახან სხვებიც გაურკვევლად არიან, ირაკლი, ჩვენც გაურკვევლად ვართ, ხო? ყველა გაურკვეველი რო არა, ხა შენ გაურკვეველი როგორ უნდა? ჩვენ უბრალოდ გაურკვეველი ვართ იმაში, რომ ეს ასე არ ვარგა, როგორც დღეს არის. არის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც რატომღაც გონიათ, რომ მშვენიერ კარგად გრძნობენ თავს და ეს ასე არ არის. ეს ასე არ არის და რა კომბინაციით წავა, რა სტრუქტურირება მოხდება, რანაირად მოხდება, თანამშრომლობის რა ხარისხი იქნება, კოორდინაცია იქნება, ეს კონსულტაცია იქნება, ბლოკი იქნება, პოლიტიკური, საარჩევნო, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გასარკვევი აქვს ოპოზიციას. ეს იმდენი პრობლემაა ირაკლი ახლა დახოვებული, რომ სასწრაფოდ გასავლელი გვაქვს ეს ჩვენ ყველაფერი. დიახ. და იმ შემთხვევაში თუ მაინც მოულოდნელად დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები. ვის სასარგებლოდ დასრულდება? არ ვიცი, ვერ გეტყვით. დღევანდელი მონაცემებით ოპოზიციას არასახარბიელი მდგომარეობა აქვს. დიდი მადლობა ბატონ გუბას, საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრეთ, ჩვენ დავიწყეთ მედიაზე საუბრით და შემდეგ უკვე გადავედით პოლიტიკაზე, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, კიდევ ერთხელ მადლობა. და სწორედ კოალიციაზე და ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე უნდა ვისაუბროთ გადაცემის მეორე ბლოკში, რეზონანსში რამდენიმე დღის წინ გია ჟორჟოლიანის წერილი გამოქვეყნდა და როგორ ფიქრობს ის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების გამარჯვებას რამდენიმე წუთში ვისაუბრეთ.